მოგესალმებით მეგობრებო. ამ წამს ვნახე ინფორმატიკის საერთაშორისო ოლიმპიადის ამოცანები. მინდა რომ გავაკეთო ლაივ რეჟიმში და დავიწყე პირველი ამოცანიდან. არ ვიცი, ამოცანები რახან ისეთი მაღალი დონის არის, შეიძლება რთული იყოს და რამდენიმე ნაწილად მომიწიოს გაყოფა, იმიტომ რომ არ ამგონია ეხლა რასაც ეს ერთი შეხედო დავხედავ, არა მარტივი ამოცანები, ჯერ პირობია. ხო და მოკლედ დავიწყე პირველით და ვნახოთ. ხო, უბრალოდ იმის თქვა მინდა კიდევ, რომ ამ ვიდეოში უთოლოდ იმპლემენტაციის ნაწილი არ იქნება. ანუ იქნება ალგორითმული ამოხსნები. ესე იგი, ამორ ყიდულობს სუვენირებს რაღაც მაღაზიაშიო. ენცალი ტიპის სუვენირი. და გვაქვს უსასრულოდ ბევრი სუვენირი თითოეული ტიპისთვის. თითოეულ ტიპს გააჩნია რაღაც თავისი კონკრეტული ფასი, რაღაც პ-იური, რომელიც დადებითია. სორტირებული მასივი. და ვიცით პენული. ესე იგი ვიცით პენული. ხო. და მეტი არაფერი არ იცის, მოკლედ ვიცით მარტო პენული და ვიცით კიდე ის, რომ რა ქვია, სორტირებულია ეს სიმრავლე. აუ მიზიზღება ესეთი ამოცანები ჩემი. ხო, ეს ძალიან კაია. ხო, ეს გვიმარტივებს საქმეს. მაგალითი არ არის იბარება. გასაგები. მოკლედ ეხა აქვსნი უშუალოდ ამოცანას. აი ამოცანას what first. მოკლედ გვაქვს რაღაც ენცალი სუვენირი რაღაცა და თითოეული ტიპის არის უსასრულოდ ბევრიო. პროსტა დავწეროთ რაღაც P0, P1,
P2 და ასე შემდეგ რაღაც Pn. ვიცით რომ P2 რა ქვია მეტი არის P+1-ზე. ყოველი იეკუთვნის რამდენი უნდა იყოს ეს 0-დან n-1-მდე. ხო. ხა ტრანზაქცია ხდება ესე. ანუ ამ ტიპს უნდა რომ იყიდოს, აქ i დანიშნო, აქ იქნება 0, 1, 2 და ასე შემდეგ n-1. აქ ბოდიში n-1 უნდა იყოს. აქ ხო, აქ უნდა იყოს n-2. აქ n-1 იქნება. იური ისა სუვენირი უნდა რომ იყიდოს i-ჯერ. ოღონდ არ იცის ამათი ფასები კონკრეტულად, იცის მარტო ამის ფასი. და კიდევ ის რომ რა ქვია, ესენი ხო იმითი არის. კლებადობითაა დაალაგებული. ეს მარჯვნიდან მარჯვნივ. რაღაცა რაოდენობას მიცემს მონეტების დადებით. ეს ტიპი ვინც არის ტრანზაქციის შემსრულებელი ადგება, მოყვება მერე i-დან 0-დან დაიწყებს და თუ მიცემული მონეტების რაოდენობა არის სულ მცირე იური ელემენტი p-ში, მაშინ რა ქვია, მაგ მოცემული მონეტების რაოდენობას გამოაკლებს p iurs და გააგრძელებს ისევ ასე, სანამ ჩარჩავა n-1-მდე. ბოლოს მერე მისცემს რაღაც სიმრავლის სახით იური ტიპის სუვენირებს და რაღაც მონეტების რაოდენობას. და ჩვენ გვინდა ისეთი ალგორითმი, რომ შეძლოს მსგავსი ოპერაციებით ამან იყიდოს იური ელემენტი i-ჯერ. აი როგორ შეგვიძლია დავიწყოთ ახლა ამაზე მსჯელობა. ახლა n0 მეტი არის 0-ზე. და გვაქვს რა ქვია, ანუ არც ერთი ორი ელემენტი არც ერთი ორი ელემენტი ტოლი რახან არ არის და ყველა მათგანი დადებითი არის. მაშინ გამოდის რომ p0 მეტი ან ტოლი უნდა იყოს n-ზე. ხელმოსაჭიდი გვაქვს. ეხლა ამას გავხდეთ. დავუშვათ p0 უდრის n-ს. მაშინ გამოდის რომ რა ქვია 0-დან n-1-მდე გაქვს რა ქვია იმაზე მეტი ვერ იქნება პირველი n-ცალი ელემენტი იქნება. ანუ გვექნება 1 2 იქით იქნება დაალაგებული n-1 2 1. ნუ p0 რახან იცის ამან და იცის ამათი რაოდენობა იცის? ესაა ახლა საკითხავი. ამათი რაოდენობა იცის ამან? n. ისე გასაინტერესო. აი მაინც ვთქვათ, მაგრამ ანუ აი ეს ვერსია განვიხილოთ, როცა იცის და ის ვერსიაც განვიხილოთ, როცა არ იცის.
დავუშვათ, რომ იცის ამათი რაოდენობა. თუ ეს არის, მაშინ პირდაპირ n-i ელემენტს აიღებს იჯერ. იმიტომ რომ რახან ეს იქნება უეჭველი 1, 2 ესე და მოყვება და რა ქვია, ამ ერთიანს აიღებს n ჯერ n-1 ჯერ ბოდიში, მერე ამას აიღებს n-2 ჯერ, ამას n-1 ჯერ და ასე შემდეგ. просто აქცენტ ახალ მოყვება. გარანტირებული აქვს, რომ არ შეუშლის ხელს არაფერი მაგაში. მაგრამ ხო. ვთქვათ არ იცის ხა. ხო, იცის მხოლოდ n-ული იცოდეს და იცოდეს, რომ სორტირებულია. მაშინ ამის ცოდნას აზრი არ აქვს. ну ასე რომ ვწეროთ, მაგრამ ასე რომ დავუფიქრდეთ. დავუშვათ. ესეთი დაშვება გავაკეთოთ ასეთი. 2 წუთი დავუშვათ, რომ რაღაცა სტრატეგია არსებობს იმისთვის, რომ გავიგოთ n ცალი ელემენტისთვის, ანუ გავიგოთ რა ვიყიდოთ n ცალი ელემენტისთვის იური ისა აიტემი იჯერ. მაშინ, ანუ რაღაცა სტრუქტურა ხო იქნება ამოცანას რა და რეალურად ეს სტრუქტურა იგივე იქნება n-ული როცა არის ეს და n-ული როცა არის ეს. ანუ იმის თქმას ვცდილობ, რომ ამოცანის სტრუქტურულად ანუ რეკურენტული დამოკიდებულება არის. იმიტომ რომ რეალურად ისეთი სვლის თამაში არ შეგვიძლია რომელიც იყიდის ამას. ხო? როგორც კი ჩვენ ტრანზაქციას გავაკეთებთ და თუ გავაკეთებთ ისეთ ტრანზაქციას, რომელიც იყიდის ამას, მაშინ გამოდის, რომ ამისთვის ეს გახდება ამოცანის სტრუქტურაში n-ული უკვე. ანუ რეკურსიული ამოცანა არის. ხო. ეხლა რახან რეკურსიულია, ესეთი რაც გაკეთება შეგვიძლია პრინციპში. მაგრამ ისეთი რამე უნდა ვითამაშოთ თან, რომ გარანტირებულად ვიყიდოთ რაიმე. ანუ არ შეიძლება რამე რო არ იყიდო. ну, ასეთი სვლა არის n-ს -1. რახან ის ვიცით ამას -1. თუ ითამაშებს ამას, მაშინ ну, ეს უეჭველი იქნება, ანუ outcome იქნება ის, რომ p1 უეჭველი იქნება. და შეიძლება კიდე რაღაც ელემენტები გქონდეს, რაღაცა p, f, k. ეხლა აქედან თუ ამას ითამაშებს და მოუვა მარტო ერთი ელემენტი, ну, იცის ის გამოვა, რა ქვია, სიმრავლე გამოვა, რომელიც აჩვენებს, რომელი ელემენტები გამოვა, პირდაპირ იცის იმ ელემენტის ფასი. დავუშვათ, რომ მოვიდა n რაოდენობის ელემენტი და n მეტი 2-ზე. და მოვიდა რაღაც r რაოდენობის ხურდა. ანუ რეალურად ვიცით რაღაც ელემენტების ჯამი და მათი რაოდენობა. რახან რეკურსიულია, ახლა გვჭირდება ჩვენს შემდეგი სვლა. შეგვიძლია ვთქვით ახლა. ზოგადობისთვის
ვთქვათ რაღაც F1 პლუს F2 პლუს EF n-ი იყოს რაღაც n-ი. ეს უდრის რაღაცა ეს 3 რაღაცა ეს გვაქვს მათი რაოდენობა. ამაში უჭველი ურევია ეს ელემენტი. ეგ ვიცით. მაგრამ ისეთი სვლა უნდა ვითამაშოთ, რომ ერთი ელემენტი მაინც უეჭველი ვიპოვოთ. ანუ იდეაში ვიცით ხოლმე ჯამი ამ ელემენტების და მათი რაოდენობა, მეტი არაფერი არ ვიცით. ეს უეჭველი ნაკიდი არის, ამიტომ რაღაცა ისეთი სვლა ვერ იქნება, მაგალითად ეს რვა იყო ან ეს რვა იყო, ამას ასე უბრალოდ ვერ დააკლებ, იმიტომ რომ შეიძლება, რა ქვია, თან ჩვენ არ ვიცით ეს პირობა შესრულებულია თუ არა. ანუ რომელი არის ამ პირობიდან შესრულებული, ამიტომ ისეთი სვლის პოვნა გვჭირდება, რომელიც უეჭველი მოგცემს იმას ელემენტებს. ნუ ეს ჯამი ვიცით და ვიცით რაოდენობა ელემენტების. განვიხილოთ ესეთი ვარიანტი. ნუ რამდენი ვარიანტი არსებობს. დავუშვათ, რომ PF1 არის P1, აი ამ სიმრავლეში. მაშინ განვიხილოთ, როცა PF1 მეტია ჯამი I უდრის 2-დან Fn-მდე PI ან მეორე ვარიანტია PF1 ნაკლები არის აი ამაზე. თუ მეტია ანტოლი, მაშინ გამოდის, რომ რაღაც მაშინ გამოდის, რომ ზღვარი გვინდა დავადგინოთ რეალურად. ეს იქნება ორი რიცხვი და უდიდესი ელემენტი იქნება დიდი მაგალითად მაშინ უდიდესი ელემენტი მაგალითად ნებისმიერი ის როა იყო ყოველთვის იქნება ამათ ჯამზე ამათ ჯამის ნახევარზე მეტი. უბრალოდ პრობლემა ისაა, რომ ეს ჯამი არ ვიცით. ჯამი არ ვიცით. მათი რაოდენობა. შეგვიძლია თუ არა დავადგინოთ ზღვარი უმცირესი ან უდიდესი ელემენტისთვის. არ შეგვიძლია. ზუსტი ზღვარის დადგენა არ შეგვიძლია. მაგრამ ნებისმიერი ზრდადი მინდორობა რო ავიღოთ ელემენტების თუ ვიცით, ნუ მაგალითად რო ავიღოთ პილოტი. ნუ ვიცით ამათი ჯამი რამდენია ხა ეს. მიზამოდიო სავსე. ხო, 14 23. 23 არის ამათი ჯამი. ვიცით ასე ამათი რაოდენობა. ანუ
ისეთი ელემენტი უნდა ავიღოთ, რომელიც იქნება ამაზე ნაკლები უეჭველი და იქნება რომელიღაცაზე მეტიან ტოლი. ანუ თუ ავიღოთ ესეთ ელემენტს, რომელიც ამაზე მეტიან ტოლი არის უეჭველი, მაგრამ ამის ზღვარი ზარინა მცირესი ელემენტი ნებისმიერ მიმდევრობაში. პირველად რო ავიღოთ პირველი n-ცალი რიცხვი და გავაზოგადოთ ამისთვის. მაგალითად ავიღოთ 5, 4, 3, 2, 1. მცირესი. ან მაგალითად ეს. მცირესი. ნუ თვითონ მათი ჯამი ვიცით. 8 და 7, 14. მცირესი ელემენტი ყოველთვის ნაკლებია ან ტოლი, რა ქვია, მინიმუმი ყოველთვის ნაკლებია ან ტოლი S-ი შეფარდებული n-თან. და თუ მინიმუმი ამას ნაკლებია ან ტოლი, ეხლა ნახოთ შეიძლება თუ არა რომ ეს შეიძლება თუ არა იყოს მეტი მაქსიმუმზე. თმენეტების ჯამი ვერ იქნება. ამიტომ ეს ნაკლები არის მაქსიმუმზე. ხო, შესაბამისად, ერთადერთი safe choice რაც გვაქვს არის S-ი შეფარდებული n-თან. უბრალოდ ეხლა მაგრამ ეს უნდა იყოს, რა ქვია, დამგვალებული, ანუ მთელი ნაწილი უნდა იყოს აღებული. თუმცა შეიძლება ზედაზღვას გადააჭარბოს. ამიტომ, ნუ მოდი ესე ვიწევოთ, ამას ეს გამოვხოთ. აღოთ აი ეს. S-ი შეფარდებული n-თან floored. ხო, ეს პირობა ყოველთვის იქნება დაცული. და მეტი ინფორმაცია პრინციპში არც გვაქვს, ანუ ვიცით ყოველთვის მათი ჯამი და მათი ისა რაოდენობა. მეტი არაფერი. თუ ამას ავირჩევთ, ნახეთ როგორ რაღაცა ვინაიდან ეს მისი ზღვარები მოთავსებული არის ამ ელემენტებს შორის წესით ნუ ამას რაიმე სიმრავლე არ დავარქვათ. აი ერთი. და ამოიცა. მივიჩნიოთ, რომ ფორმალურობისთვის რო ვთქვათ, რომ ეს რაც ტრანზაქცია რო გავაკეთეთ, პირველი ტრანზაქცია რაც გავაკეთეთ ეს და მოგვივიდა ეს ელემენტები. ხო? რა ქვია? ავდგეთ და რაღაც ერთი სიმრავლე რო წარმოვიდგინოთ. მერე ეს ტრანზაქცია რო გავაკეთოთ, ამით. და ვთქვათ, რომ A2 იყოს. რახან ამის ზღვარები მოქცეული არის ამ ელემენტებს შორის, მაშინ ამათი ისა თანაკვეთა სერიალი სიმრავლე არ იქნება. და ეს იმას ნიშნავს, რომ რეალურად თან ამას დიდი ელემენტები ვერ გამოჩნდება მეორედ, მაქსიმუმ ეს უნდა გამოჩნდეს მეორედ. და ვიცით უკვე კიდე სხვა ელემენტების ჯამი. და ვინაიდან ეს ყოველთვის რა ქვია, ანუ ესეთი ორი სალისხმეულო წარმოვიდგინოთ და მათთვის პირობა ეს ყოველთვის სრულდება, გამოდის, რომ შეგვიძლია ჩავწიკოთ ეს პროცესი და გავაგრძელოთ იქამდე, სანამ n იქამდე გაგრძელდეს ეს რაღაც ოპერაცია ჟ S-ი შეფარდებული n-თან გავაგრძელოთ იქამდე, სანამ n-ი არ უდრის 1-ს. იმიტომ რომ არასოდეს არ დაედება უფრო დიდი ელემენტები, ვერ დავაღოთ პირობას ფიზიკურად. თან ეს ანუ მირჩეობა იმაზე დგას რეალურად, რომ ამოცანა არის სტრუქტურულად რეკურსიული. და თან ვიცით, რომ ამის ზღვარი მოქცეული არის
ამ რიცხვებს შორის. რაც იმას ნიშნავს, რომ თან არ დაედება ის ელემენტები, რომლებიც არ გვინდა რომ ავიღოთ ზედმეტში და თან ეს მოგცემს ყოველჯერზე ახალი ელემენტების ჯამს. და ამას ჩავციკლავთ იქამდე, სანამ არ გავიგებთ უშუალოდ ელემენტის მნიშვნელობას. ხო, ვფიქრობ, რამდენად სწორი მიდგომა. კი. მაგრამ ეხლა როგორი რაღაცა არის. ყოველჯერ ჩავწიკოთ არ, მაგრამ რაღაც იმებს გავიგებთ, რაღაც. აი ხა საკითხავი ისაა მაინც დაედება თუ არა, აი მართლა დაედება თუ არა ეს ორი სიმრავლე ერთმანეთს. თუ დაედო, მაშინ ამოცანა ამოხსნილი. და უბრალოდ ისა რეკურსია არის, სულ ჩააციკლავ სანამ ერთად არჩევ. ასევე მოიცადე, ასევე ნუ A1 ეს მეტია ამაზე. თუ არა მეტია თუ არა, აი გასაკითხავ. მინიმუმს და მაქსიმუმს თუ არ მიხსეული. რას მიშოვანებს? მათ შორის დიანტური, არ მეტიატური ვერ იქნება. მეტი უნდა იყოს. მაგალითად განვიხილოთ. 5 3 6 5 3 1. ავირჩევ 5-იანს, ეს უეჭველი მომივა. არ აქვს ერთი ელემენტი მომდის. მოდი უფრო დიდი იყოს პირველი, მაგალითად იყოს 9. და აქ იყოს 2-იანი. 8-იანს ხო ავირჩევ. მომივა ორი ცალი ელემენტი. 2 მომივა და დაბრუნებული იქნება ეს. და მომივა, რა ქვია, ინდექსები 1 და 2. ესე იგი ვიცი ამათი ჯამი რო არის 8. როცა ავირჩევ მე, ნუ ავირჩევიდან გამომდინარე, მე ავირჩევ 8 მეორედი ეს არის 4. ეს უეჭველი ამას უეჭველი ვერ ავირჩევ, ამიტომ ავირჩევ ამას როცა ავირჩევ, აგი რახან ამათ შორის ამოთავსებული ეს ელემენტი. როცა ეს უნდა დაიდოს, კი, სწორი მსჯელობა. ხო, ანუ ყოველჯერზე გვაქვს რაღაც განსხვავებული ჩანაწერები ამ პეების. даже ცალკე რო დავყოთ რაღაც ოპერაციების რაოდენობის ინდექსი რო შემოვიტანოთ. L PFL1 პლუს PFL 2 არა, დებილი არ ვიცი. PLF1. ეს რო გააგრძელო რა, სხვადასხვა განტოლებები გვექნება, რომლებსაც ამოხსნით მოყვანილი პრინციპიდან გამომდინარე. უბრალოდ ერთი რაც მოფიქრებს მაინც. რაც მოფიქრებს მაინც ხა. არა, მუშაობს. მაფიქრებდა რეალურად ეხლა გეტყვით მაინც ის მაფიქრებდა რომ დავუშვათ თუ ამ ოპერაციის მერე რაღაცა ის ავიღეთ რა, არა ვუძვით. არა ხო, რაღაცა ეს რო ავიღოთ, ნუ მოგწევს რაღაცა სიმრავლეს ამ პეების F1, PF1, PF2 და PFN. შემდეგ ანუ ეს ზღვაში მოქცეულ ახალ ტრანზაქციას როცა შევასრულებთ და მივიღებთ რაღაცა სიმრავლეს, რომლებიც ერთმანეთს დაედებიან. ვფიქრობდი, რომ შეიძლება მაინც რატო ვფიქრობდი, არ ვიცი მაგას, მაგრამ რა ქვია, იქნება და ამას რო ავირჩევთ, კონკრეტკი, რა ქვია, მეტი ელემენტი აღარ მოგცეს თუ სხვა, მაგრამ ისა
ანუ რახან ეს რო ეგეც რო ჩაარეკურსო, ანუ ეს ტრანზაქციის აღების პროცესი კიდე რო ჩაარეკურსო, სტრუქტურა იგივე გამოდის რა, ანუ მუშაობს ეს პროცესი. მოკლედ, სუმირება რო გავაკეთოთ. გავაკეთებ სუმირება 60-ანი 60-ს. უპირობა გასაგები არის, ესე იგი გვაქვს რაღაც სუვენირების ფასების სიმრავლე, ვიცით პირველი ინდექსით 0 სუვენირის ფასი, ვიცით რომ ასევე ისინი დაალაგებულები არიან კლებადობით და გვინდა ისე ტრანზაქციების შესრულების პრინციპი არის, რომ ჩვენ ეს მყიდველი გადასცემს ტრანზაქციის, რა ქვია, ტიპს ვიღაცას, რაღაც დადებითი რაოდენობის მონეტებს, ეს ტიპი ადგება, გამოყვება i-უდრის 0-დან i-უდრის n-1-მდე, თუ იმ დროს არსებული მონეტების რაოდენობა სულ მცირე i-ური ელემენტის ტოლია, მაშინ ეს ტიპი ადგება მონეტებს, მოაკლებს ამ i-ური რაოდენობის მონეტებს და გადავა შემდეგ i-ურ ელემენტზე. და ასე შეადარებს სანამ არ ჩავა n-1-მდე. ბოლოს დაგვიბრუნებს სუვენირებს რაღაც ტიპებს, განისაზღვრება ცხადია i-ი და გვეცვლენება ასევე რა რაოდენობის მონეტა დარჩა უკან. ხუდას მოგცემს ესე ვთქვა. მსჯელობა იყო ასეთი. რახან ეს დადებითი არის რა, რომ დავაკვირდეთ ამას. ჩვენ ცხადია p-ს ვეღარ ავიღებთ, იმიტომ რომ ეს უკვე ვიცით, ნუჯერ უნდა ავიღოთ. ამიტომ შეგვიძლია ავიღოთ ყველაზე დაცული ვარიანტი, რაც შეგვიძლია გავაკეთოთ, არის p-1. ამ შემთხვევაში ჩვენ უეჭველი ავიღებთ, რა ქვია, რაიმე ტიპის ელემენტს. ეხლა ვინმე იკითხავს p-2 ვავიღოთ, რა მოხდება? არ შეგვიძლია, რადგან ჩვენ ეს პირობა ცხადია რომ არსებობს, მაგრამ ჩვენ არ ვიცით ეს აქედან რომელი არის. შესაბამისად, ერთადერთი დაცული ვარიანტი არის p-1. ამის მერე ორი ვარიანტი არსებობს. ან გვექნება ერთი ცალი ელემენტი და რაღაც რაოდენობის ხურდა. თუ ერთი ელემენტი არის, просто ხურდას გამოვაკლებ ჯამს და გაიგებ კონკრეტული ელემენტის ფასს, პრობლემას არ წამოადგენს. მაგრამ არსებობს მეორე ვარიანტი, როცა მივიღებ სულ მცირე ორი რაოდენობის ელემენტს და დავუშვათ რომ რაღაცა ერი მეტი ან ტოლი 0-ზე რა. ჯამს ვიგებ ჩვეულებრივად, მოკლედ ელემენტების პრობლემა არ არის. ეხლა ზოგადობისთვის მე ვთქვათ რომ რაღაც ელემენტები გვაქვს pf1, pf2 და ამათი ჯამი არის რაღაცა s-ი. ჩვენ როგორც ამაზე როგორც ვსჯელობდით, რა გვჭირდება ის ელემენტების, რა ქვია, არჩევანი, ესე რომ ვთქვათ, რაც შეიძლება იყოს, არის ძალიან დიდი. ანუ ძალიან დიდი სივრცე არის. და ასე რანდომულად აღება არ შეგვიძლია. გვჭირდება ზოგადი ზღვარის დადგენა, რომელიც ყველა ვარიანტში სწორი იქნება. და ჯამების გაანალიზების მერე, ანუ იდეაში წეგანასაც ვაანალიზებთ საშუალო არითმეტიკულზე, იქედან ეხლა რო ვფიქრდები, მაგიდან შეგვიძლია უფრო მარტივად გამოსულიყავთ. დავადგინეთ ზოგადი ზღვარი, რომ ჯამის, ანუ საშუალო არითმეტიკული, მთელი ნაწილი აღებული, რა ქვია, დამრგვალება ზევით არ არის, იმიტომ რომ შეიძლება მაქსიმუმის ზღვარს გადააჭარბოს მაინც. ხო და ეს ყოველთვის მოქცეული არის ამ ელემენტების მინიმუმსა და მაქსიმუმს შორის. შემდეგ ინტუიტიურად ეს გამომიზნეთ ის, რომ თუ ამას ავიღებდით, შემდეგი სიმრავლე მონეტების კი არა, სუვენირებისაც მოგცემდა ეს გამყიდველი. ეს ორი სიმრავლე ერთმანეთს დაედებოდა. შესაბამისად, გავიგებდით კონკრეტული ელემენტების ჯამებს. ამიტომ გამოდის, რომ თუ ყოველთვის ეს პირობა შესრულდება, შეგვიძლია ჩავწიკოთ ეს პროცესი, სანამ ელემენტების რაოდენობა 1 არ გახდება. თუ 1 გახდება, უკვე ვიცით კონკრეტული ისა, რა ქვია, ელემენტის მნიშვნელობა